აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მსესუმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიოდა და ვეღარ გავუძელი. გახსენია ხოს. აუ რამ ხელამარწვებია შიგნით? ხავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. ცურჩი კონდა წეხანთითი. მონაწოდე მეც დავიღო. აუ დედა ჩემი იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი ყოჩახს მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვითვალე ტირიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდილო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. ჯარხეული მაქვს. გადააგორე მიდი კვერცხი. ო, დამაცადი. განათლოსო თქვი. განათლოს. ვინა განათლოს? კოტე პაპა უნდა განათლოს ღმერთმა. და როგორ ანათლებს? ესე გრამდეს ლაპარაკობს, ამდენს. სალაპარაკო ხალხი წამოსულე. ანც ესე გახსენე გვენაშენ. გუნოს კი გავხსნი, მაგრამ რა ვჭამო? ხაჭაპური დამწვარია. ეს პატეტები კიდე ვინ გაახვია სალფეთში, ზუსტად აქ მიკრული. აგერ ქათმის ხორცი შეჭამე. არა, მაგას ვერ შევჭამ, კანი აქ. ახლა ჭამდა იყამე ეგრე. პრეტენზების ადგილია გასაფლავზე. ამათ მალახად ყოლე გამიწაჭირო წევნან. კარგი გაჭერდი ახლა კაცო იღურება ხალხი. მომეცი ერთი ღვინო, მოვიგონო მე. წამა ჩემი იყო დიდებული ადამიანი რა. გაგანათლოს კოტე გიორგევიჩი. რა არის კაცო ეს? შინდის წვენი აქ წამოღებული. დედა ჩემი სიკოდენე, ეს ვერაფერს ახალს მომკო, აღარ უყურები თვალდანა. ფერზე მაინც აღარ უნდა მეცნო. ისე კი უყარდა ახლა ცხოვრებულს შინდის წვენი. ანასტასია გადააგორე მიდი შენ კვერცხი ახლა. ოღონ წასვლამდე ესენი წამოკრიფეთ, სულ იმიტომ რომ იქით გობახიცებთ უნდა გადავაგორო კვერცხები და მეტი აღარ მაქვს შეღებილი. აქ ეს საფლავი ხო არ იყო ხოლმე? ვაიმე, შარშან დაიღუპა ვალერი, ის საცუდავად მოკვდა. საცუდავად როგორ მოკვდა? რა ვიცი, ნაკვეთში მუშაობდნენ თურმე და კომბაინით, ანუ კომბაინის მან ჩაიდრია. ახლა მართლა ახლა მინდა კატლეტი. ბებო, სანთლები და გავიწყდა. დედა შენ მოგიკდეს ტვინსი ალა. როდეს წამიყვა კოტია კეთნა, როდეს წამიყვა. თიკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარეკეთ. ანასტასია მოსულა, რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოს ამ მაგას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. და იმნაირი უხათრულია ეს. ყავაროთ ხო, ბიჭო, იმას არ მოგიტუხებს. აუ, ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. თეკლეს ეს ხი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ არიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, თეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. სილკნეტი. უი, ვახუძია, სილკბანკში 500 ლარინის ეს სილკნეტის მომხმარებლებისთვის. თავადი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილურის ნომერი კონდეს სილკნეტის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლა თუ ხადაო, ხო, სილკის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, მა პლიზ რა ესეთი ცუდად. კაი, ხო, ცუდად საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რაცა სასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მიზერია შენ მოიდუღე. ხედავ ბიჭო, რა უხათრულია, ხედავ. ორი შტები ხარ თიკდა. დაწაკით ყველა, ძარცვა. კარები დაკეთე დროზე. პაიმე დედა. რა საკეთებთ, კაცო? ხალხია აქ. საერთოდ შემოვარდა ეს კაცი. დაჯექი მეთქი დროზე, არ გაინძრე. დაჯექი მანდ. რა დავჭდე ბარათია ჩარჩენილი ბანკომატში ჩამიხლაპავს, კაცო. დროზე მაშინ კოდი თქვი და გამოიტანე ფული. კოდი და საგვარეულო ისტორიას მოგიყვები კიდე. დეგენერატი ეს. ბანკირი რომელია? დროზე სალაროები გაიხსნას და ფული ჩაიდოს სამჩანთაში. უკაცრავად ბატონო, მაგრამ მაგის უფლება არა მაქვს. მენეჯერის გარეშე სალაროს ვერ გავხსნი.
იმედი და ტაძრიდან თუ ძარცვაში მოვყვებოდი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას რა. საიდან მოვარდა კაცო ეს იერარქიანი კაცი, ესე გაშვებულია კალს რა. ოლეგი დაილაპარაკე მედი როგორც კაცი კაცს. რა დაველაპარაკო, გალო ეს სულელი ხო არა, ხო დამაჭერდა შუბში ტყვია კიდევაც. სათამაშო პისტოლეტი კი არა. გახსენი მეთქი სალაროები. აი მე ბატონო რა ვერ გაიგეთ, არა მაქვს უფლება სანამ მენეჯერი არ მოვა. გაუგებრალ ლაპარაკობ. რა უბედურებაა კაცო, ამ კაცმა როგორ უნდა გაჯობოს ამდენ ხალხს. ხო სოფო. გოგო შემაგვიანდება ცოტა ბანკის ზარფაში ვარ მოყოლილი. გადი შემეთქი ტელეფონი დროზე. კაცი ერთი არა ხიშანი ჭირი მე რა. მე მოვიფიქროთ რა, რამე როდემდე ვისხდეთ კაცო ასე. არ ჩანს ახლა ეს კაცი ფიზიკურად ღონიერი. სიმაღლე ამას არ აქვს და არაფერი. როგორ დადის უყურ. ვერ დავაგდებთ ახლა ამას იატაკზე. ამ ჩანტაში ბლომათი მიწვია რაღაცები, კაი წონა აქვს. კი უნდა იყოს მე მგონი ისმინე ახლა. თავდასხმა გლდანში ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა ფულის გატანა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება იქ მყოფმა ქალბატონმა მოახერხა. თვითმხილველები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მეტი ხდება რა. ასო ტუალეტ შუარი ხათა რო გამოვალდა გირეკავ. დე ვიღაცა კარზე. გამარჯობა, თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო, მე რაბი მქვია, ჩალიჩა თვითონიც სანტექნიკის კომპანიაზადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა? ხო, ცოტა კი ავირიე, ხო, აი კითხელ მარცხნივ არის ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. დე ტუალეტ შუარა საკეთებ. გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა. არა უშობს ამარი ყავიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი იატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ. რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე კიდე რა მინდა. მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემი ცოტა პრობლემური კუჭნაწლავია აქ, ხო და ამას თუ შეკრულებები რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და ბარეხა ესეც მოვაწეს როგორ თუ შეიძლება. დერელებს ამბობ. გოდით რა 2 წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. ქენი უცბა და კატინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ქალბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობები, რაღაცა თხრიალის ხმა აქვს თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ხო, ეს არის თხრიალის ხმა. აი უყურეთ. ჩორტი მიდი. ყავები მზადა და სნიკებიც გვაქვს. აუ, რა მომეწონათ ეს ფილმი ეგრევე წავალაკიდან. ხო გითხარით, რობის წიგნა კი ჩარდეთ მეთქი. ჯაობის წიგნაკი ზეპირად ვიცი უკვე 17 მაქვს ნახი. თიკოს 8 ჯერ. შეკიდე შენი შეყარებულების ჯამური რაოდენობა 2-ზე გამრავლო იმდენჯერ. აუ ერთი წუთი მომასმენინეთ რა. ანუ ეს ბავშვი ვინო, ამ კაცის შვილია? არა, ეგ ბავშვი არის ამ ქალის შვილი და ეგ კაცი ამ ქალის მეორე ქმარია. სადღაც გადავიდნენ ახალსახლში საცხოვრებლად დღესთან ახლოს. აუ გულდი კერპს არაფერს არ მიგრძნობს. რანაირად მოკვდა ეს ბავშვი? მოიცა ეს ფილმი შესავალი იყო? მი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. აუ რა ჩამირთეს ეს? მე რა მგონია ეს თეთრში რო მოა მოთხრილი კარი რაღაცა დამარხული უეჭველი. ჯადო. აუ სამი წუთი ვიყო ვინ გამროიპოვო ეცით სახში ჯადო? რაღაც თოჯინა იყო და ნემსები ქონდა შეგდეთ ჩარჩობილი. მე გაიყვარო თუ მე ჩამიდი ეგ თოჯინა ნემსებს დაძაბების ყუთში. მოგდა შეჭობია. დაინახეთ უკან მოჩვენება ამ რო გაიარა. ფარდა იყო ეგ. აუ წყალი არ მოგიტანია. და გიზელოტოსმა პირი დამწვა. არ მომიტანია გაიდამოიტანე. გამორიცხულია ვერ გავალ მეშინია. რა გეშინია გადაობ? თუ ვერ გეშინია შენ გადი. არა მე ვერ გავალ მეშინია. წყალზე ხო ტუალეტიც მომინდა ძალიან მებსია. ტუალეტში კიდე მარტო ვერ გავალ შანსი არ არის. ის მინდა რა ქნით სიმანტკარადაში ქვემოთ არის ომერიკოს ძველი გარშუკი და ეგ გამოიყენე. იქით დადიოღოთ შემოსასვლელისკენ. აი ვიპოვე კი. აქეთ არ გამოიხედოთ. ანასტასია მოვედი მე. თეკლა რას აკეთებ შვილო? გადააგორე მიდი კვერცხი. ო დამაცადი. განათლოსო თქვი.
გაანათლოს. ძევინა გაანათლოს. კოტე პაპა უნდა გაანათლოს ღმერთმა. და როგორ ანათლებს? ესე გრამდეს ლაპარაკობს, რამდენს. სალაპარაკო ხარ წამოსული. ან ესე გახსენე გვენაშენ. გუნოს კი გავხსნი, მაგრამ რა ვჭამო? ხაჭაპური დამწვარია. ეს კატეტები კიდე ვინ გაახვია სალფეთში სუზადაკ მიკრული? აგერ ქათმის ხორცი შეჭამე. არა მაგას ვერ შევჭამ, კანი აქვს. ახლა ჭამდა იყამე ეგრე. პრეტენზების ადგილია გასაფლავზე. ამათ მალახად ყოლე გამიწაჭირო წებნან. კარგი გაჩერდი ახლა კაცო იყურება ხალხი. მომეცი ერთი ღვინო, მოვიგონო მე. წამა ჩემი იყო დიდებული ადამიანი რა. გაგანათლოს კოტე გიორგევიჩი. რა არის კაცო ეს? შინდის წვენი აქვს წამოღებული. დედა ჩემი სიკოძენე. ესე ვერაფერს არ ხსნობ, ვეღარ უყურები თვალდანა. პერსა მაინც აღარ უნდა მეცნო. ვისებ კი უყარდა ახლა ცხოვრებულს შინდის წვენი. ანასტასია გადააგორე მიდი შენ კვერცხი ახლა. ოღონ წასვლამდე სენი წამოკრიფეთ სულ, იმიტომ რომ იქით გობახიცებთ უნდა გადავაგორო კვერცხები და მეტი აღარ მაქვს შეღებილი. ძე აქ ეს საფლავი ხო არ იყო ხოლმე? ვაიმე, შარშან დაიღუპა ვალერი, ის საცუდავად მოკვდა. საცუდავად როგორ მოკვდა? რა ვიცი, ნაკვეთში მუშაობდნენ თურმე და კომბაინით, ანუ კომბაინის მან ჩაითრია. ახლა მართლა ახლა მინდა კატლეტი. ბებო, სანთლები და გავიწყდა. დედა შენ მოგიკდეს ტვინსია. როდეს წამიყვა კოტია კატნა, როდეს წამიყვა. ინგესა რო თხრა ბურგერი ბიუ გამოვიძახე. თქვენი სიხირსები ხართ, იცი, ერთხელ ადგე და აღარ გავაკეთო საჭმელი. დაიღოცოთ ფშივრები რა ვქნა. აუ კაი რა, დედა ხოცით მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ. რაღაცნაირი გემო აქვს. ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი, ხო და კამაჩავაჭერი შეცდომი. დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროს დავით ბორშია. ჩუჩუ კურიერი გავს. გისმენთ. კითინ დუელი შემოხდა. Hello. Hello, I have your order and I'm near the building. Wait a minute. You are not near my building. Go left and left again. Left and left? No, there's a big dog here. I can't. What do you mean you can't? შეხედე შენ როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად. ინსტიტუტში რაღაცა სწავლობს მე მგონი მართლა. Please come upstairs. I will open the main door for you. This is the building. There's a woman with a walking stick in her hand. Do you know her? Yes, it's Nunu with one kidney. Don't give her my burgers. Give her your burgers? Okay. No! Pusheni გამიტიშა. ამ კითხო როგორ, მაგრამ ჩვენი ბურგერები სალთ ერკველა ნუნუს აქვს. დაიცადე გადავძახებ. ნუნუ! ბეგიძახი. ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ახლა და გამოატანე. რასაც უკრათ მოგიტანეს, კაცო, ჩვენია ეგ. ნუნუმ წაგვარცხა ბურგერები. ამას თუ არ ჩაუვარდა ქვემოთ ნახავს რა. ის რა ჩაფურიც თო მოხდა ხელში შემოაკვდება და ეგ იქნება რა. ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია, მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამოჩქა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის, ელემენტარულიც რო არ იცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. გამაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თუ გეყიდა. ვაიმე მარიკო, მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგი ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ყალბი ფულები აქვს. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე?
დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იწყედით და მარტინის მზეს უმზირა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილი-კივილი გამოდიოდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია? რამხელა მარცვლებია შიგნით? ყავაც არის, ამას მეწავიღებ რა. ხელი არ ჩაყო შიგნით. ცხვირში კონდა წეღანთითი. მომაწოდე მეც დავიღო. დედა ჩემო იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო ხშერ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი ყოჩახს მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვიტვალე ტიტიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდილო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. ჯარხეული მაქვს. ანასტასია, ვისელოდები. მიდიხარ სადმე? ხუთეკლამ ხომ მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიადოს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა თვითფრინავი. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ იმდენი და არის ნერვულოა ძალიან გიხოთ რა. აუ იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესემით რა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვალ სამხრივია. რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს კორპუსთან, სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მენ შეგაჩეროს. აგერ ერთი კო გაუჩერე. თიკო დაჭდები წინ? არა იყო ჩაჭდები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს პიცა ვარ. ხუთეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეტია და ხამის სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებიც ვერ შემოდია და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყური რა. ჩიკო ნუ ელაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკითხი? ძალიან დავარტყინე და კი შეხედე რამდენი ფული ვიპოვე. ამას ავიღებ. რა ფული იპოვე? მომეცია აქ. ეს მაგიდაზე მეტო მე. რამდენი ფული რა თქინდა მე? სახლი უნდა იყიდო? ვერ ახარ შენ რა 400 ლარი გვიზუყედია სახლი ვერ გავიგე. გადასახადების ფულია ეს და ციგნების. თბილისის ციგნის ბაზრობაზე მიდიხარ ხო? ეგრეც ვიცოდი. ადამიანმა რო კითხოს ფული არა გაქვს. მე ციგნების ფული ყოველთვის მაქვს. ეს ერთი. და მეორეც ციგნებს როკეთას ვერაფერს ვერ იყიდი ამ ცხოვრებაში. რაღაცა ბრძნულად გამომივიდა. ეგ ციგნების ის მასში არ არის ხოლმე? ეხლა რატომ მიდიხარ? ხო, ეხლა ტარდება ციგნების ბაზრობა. 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, ხო და თითქოს ყველა დიდი გამომცემლობა ეხლა იქნება გამოსული. მაისში აღარ იქნებიან მე ეგენი. რა ვიცი, არც ინტელექტი, არც სულაკაური, არც ქარჩხალის გამომცემლობა და რა ვიცი კიდე. მახსოვს იქ დრამა. ეგ გამომცემელთა ასოციაცია დარეგისტრირდა რუსულ კანონზე და მაგის მერე ძალიან ბევრი გამომცემელი გამოვიდა მაგ ასოციაციიდან. ეხლა თვითონ აკეთებენ ბაზრობას აპრილში. ლოკაცია უცვლელია, ისევ ექსპო ჯორჯიაში, მე-11 პავილიონში. წაგიყვანო ომარიკო, წამოხვა? არ მინდა. შაშარ მან ვიღაც ინფლუენსერმა მკითხა, რომელიც ციგნი წაიკითხე ბოლოსო და მე რო უთხარი მათემატიკის მეთქი დამცინეს. კი, ვიცი, ვიდეოც ედო მაგ ინფლუენსერს, რო გაიცინეს და მე რო შეერობღავილი დაიწყე. და შერა წაიკითხი ბოლოს მე რო დამცინე. აუ სახელი აღარ მახსოვს ეხლა. ამიტომ უნდა იკითხო ბევრი ადამიანმა. თიკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარეკეთ. ანასტასია მოსულა რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აი ჩავაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოსან მაგას საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. თან იმნაირი უხათრულია ეს. ყავანოთ ხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. თეკლე სისხლი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ ერიცხებ მამა ჩემს ხელფასი. უი, თეკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ?
ტელევიზია, Samsung-ი, ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარი ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ცნობები კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. მართლა თუ ხადაობ, ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხო. please რა ესეთი ცადოთ. კაი, ხო, ცადოთ საღამოს. მიდი ერთ ხავა მომიდუღე რაცა სასვლელი ვარ და. ძალიან მიზარება შენ მოიდუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. შტები ხარ თიკლა. ძალიან ნერვიულობ, შემდეგი მე ვარ. კაი, დამშვიდი ახლა. სამსახურის გასაუბრებას შედიხარ, რაც რაზე კი არა. ვაცრას ვიკეთებდი გახსოვს, ლამაზ რო ჩააგდე ხელებში იმეკთანს. ვრიებს იხსენებ შენ კიდე. რო არა მიყვან იქვე გავიგვიდავ თავს. გურგინიძე თეკვა, მოგზანდით. მიდი. და იგივე თუ გასაუბრებას თავიდან გავიგვიდო. გამარჯობა, დაბრძანდით. თეკლა ხო თქვენ? გახლავარ. ძალიან კარგი. თეკლო ჩვენ ნახეთ თქვენი CV, ფურცელი რომელზეც სახელი გვერდა მისამართია წერა თქვენი. ამიტომ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. გამოცდილება თუ გაქვთ? გამოცდილება ცხოვრებისეული კი ამ სფეროში არა. კარგით. რა გაძლევთ мотивაციას, რომ სწორედ ჩვენ სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? мотивაციას ბევრი რამ აძლევს. პირველ რიგში ფული, ან ეს ღირება რაც მეკნება და მეორე რიგში ადამიანები. ანუ ეს სასტუმროა და მოდიან სტუმრები და უეჭველო ვიღაცებს ყოფით და ძალიან მაგარი საჭირო მეკნება ხოლმე. ნება. კარგით ეკლა, ამჟამად დაგემშვიდობებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით. კარგით? კარგად ბრძანდებოდეთ. რა კაცი მოდის ლევან? დურანო. როგორ ჩაიარა? თავის გოგო ხარ მოგიწია? არა, ძალიან საყვარელი ქალი იყო და გიკავშირდებით და ესე მითხრა. ჩემზე უკეთესი ვის ნახავენ ხადა? არა, შენზე უკეთესი უნდა იყო, მიღადავები? ვიზუალი შენ არ გაკლია და ვიზუალი და რა ვიკიდე? ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმენები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია, 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტოს ეთამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია, მაშინ ზესაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამაჩუქა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის, ელემენტარულიც რო არიცი. ოი ხო, 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს, პირდაპირ შენ თუ გეყიდა. ვაიმე მარიკო, მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია, ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ, დელფინზე გამახსენდა, კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს, სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ, მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ალბი ფულები აქ. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მსასუმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხოს. აუ რამხელა მარცვლებია შიგნით. ყავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წვიჭი კონდა წერანთითი. მონაწოდემეც დავიღე. აუ დედა ჩემი იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. მარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რო ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო. მარიკო, შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი, ყოჩახს მოგცემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვიცვალე ტირიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდი როსახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა.
რა ხდება მარიკო, ფერი დაკარგე. ჯარხეული მაქვს. ანასტასია, ვისელოდები. მიდი ხარ სადმე? ხუთიკლამ ხომ მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიადოს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მეტედა. მანქანით მიდიხართ? არა თვითფრინავი. ნელა იარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ ვინკედი და არის ნერვიულოს ძალიან გიხოთ რა. აუ იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვარ სამხრივია. აუ რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია ტიკოს კორპუსთან, სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მან შეგაჩეროს. აგერ ერთ ტიკო გაუჩერე. ტიკო დაჭდები წინ? არა იყო ჩავჭდები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს პიცა ვარ. ხუთი კლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეტია და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებიც ვერ შემოდია და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყური რა. ჩიკო ნუ ელაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკითხი? ვაიმე 200 ლარი მჭირდება და საიდან მოვიტანო ვეღარ მოვიფიქრე რა. ანუ გადაწყვიტე რომ იზმანები მიყიდო ხო გუში რო გაჩვენი? რა ზმანები გოგო, წიგნების ფესტივალია 25-დან 28 მაისის ჩათვლით. ზმანები. მე მაქვს 200 ლარი. ოღონდ იმ პირობით მოგცემ ნარუტო სათამაშოს თუ მიყიდი. 200 ლარი საიდან გაქვს მარიკო? საიდან და 100 ლარი მზიაბებო მომცა, 100 ლარი ლევანიცია მაშინ ზესტაფონში რო ვიყავით და 50 ლარი ლიადე დამოჩქვა დაბადების დღეზე. 250 ლარი გამოდის. ელემენტარულიც რო არიცი. ოი ხო 250 ლარი მქონია. მოგცემ თუ მიყიდი იმ სათამაშოს. და მაგდენი ფული თუ გაქვს პირდაპირ შენ თუნ გეყიდა. ვაიმე მარიკო მოდი 200 ლარი მომეც 50 არ მინდა ჩაგასესხებ ორ კვირაში. ხო, ვაიმე რა კარგია ამდენ წიგნებს ვიყიდი, ჰა? თან ეს გამომცემლობაც იქნება, კაცო, წიგნები ბათუმში გამოდიან, ხო? დელფინიანი წიგნები რო არის, ხო? აუ დელფინზე გამახსენე, კუპალნიკებიც საყიდელი მაქვს. აჰა, მოგიტანი 200 ლარი. ოღონდ ორ კვირაში უნდა დამიბრუნო. ვაიმე რა შვილი მყავს სამაყო. აუცილებლად ჩაგასესხებ მარიკო, როდის მომიტყუები ხარ მე, ხო? ყალბი ფულები აქვს.